ირანთან დაკავშირებულმა სამხედრო კონფლიქტმა გავლენა ქართული შრომის ბაზარზეც იქონია. დასაქმების სააგენტოებში ამბობენ, რომ ჰორეკა სექტორში ჯავშნების გაუქმება ვაკანსიების რაოდენობა შეამცირა. რა ტენდენციებია დასაქმების ბაზარზე, რა პროფესიებზეა მოთხოვნა და რა შეიცვალა, მათ შორის 1 მარტის, ანუ მას შემდეგ, რაც საქართველოში უცხოელთა დასაქმების ახალი წესი ამოქმედა. ამ აქტუალური თემის დეტალებით უკვე მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა მაია, მევესალმებით ჩვენს მაყურებელს. ამჟამად ქვეყანაში სამუშაოს მაძიებელთა სიაში 158,000-მდე პირია რეგისტრირებული და მათ რაოდენობას ყოველდღიურად კიდევ 100-მდე ადამიანი ემატება. ასეთია დასაქმების პორტალი HRG-ის ოფიციალური მონაცემები. სააგენტოს ცნობით დღეს საქართველოში ახალ კადრებს აქტიურად 4,000-მდე კომპანია ეძებს. ჯამურად მათ პორტალზე დარეგისტრირებული პოტენციური დამსაქმებლების რაოდენობა კი 32,000 კომპანიას შეადგენს. შრომის ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ 2026 წელი დასაქმების სფეროში საკმაოდ აქტიურად დაიწყო. მზარდი იყო ვაკანსიების რიცხვი როგორც თებერვალში, ისე მარტის თვეში, თუმცა აქ ერთი საკითხია გასათვალისწინებელი, თვითონ ვაკანსიების კატეგორიებში მოხდა ცვლილება, მაგალითისთვის ჰორეკა სექტორის წილი ჯამურ ვაკანსიებში მნიშვნელოვნად შემცირდა. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო ამ სექტორში მოთხოვნამ დაიკლო, შესაბამისად ახალი კადრების აყვანა საჭირო აღარ გახდა. მეტიც ექსპერტები იმ ნეგატიურ გავლენაზე საუბრობენ, რომელიც ომის ხანგრძლივად გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს. მათი განმარტებით, თუ ირანის სამხედრო კონფლიქტი გრძელვადიანი აღმოჩნდება, ეს ქართულ ბიზნეს სექტორს შესაძლებლობას აღარ მისცემს, რომ გაფართოვდნენ როგორც ლოკალური, ისე გლობალური ინფლაციის გამო კომპანიებს უწევთ მათი სერვისისა და პროდუქციის გაძვირება. თავის მხრივ მაღალი ფასები ამცირებს მოთხოვნას. შემცირებული მოთხოვნის გამო კი კომპანიები იძულებულები არიან დროებით შეაჩერონ როგორც ახალი კადრების აყვანა, ისე ანაზღაურებების ზრდის პროცესი. მარტის თვით რო ვიმსჯელოთ, თებერვალთან შედარებით ჰქონდა 9%-იანი მატება ნამდვილად, თუმცა იმ მატებით, იმ პროცენტულობით არა პროცენტულობითაც ჰქონდა მოლოდინი, იმიტომ რომ წინა წლებში უფრო მეტად იყო მატება. წინა წლის მარტს რო შევადაროთ 2026 წლის მარტი უფრო ნაკლები ვაკანსია იყო და დაახლოებით 4%-ზე ვსაუბრობთ. თუმცა თვითონ რო ვიმსჯელოთ, თქვა პირობითად კატეგორიის მიხედვით, ყველაზე მეტად აქტიურობს ხოლმე ჰორეკა სექტორი ამ პერიოდში, მარტის თვეში. წელს ეს აქტიურობა არ ჰქონდა ფაქტიურად, იმიტომ რომ ეს ის კატეგორია, რომელმაც წინა წელთან შედარებით ვაკანსიები შეამცირა კიდევაც და ფაქტიურად საიძე რომ ნახოთ ის პროცენტული მაჩვენე რაც ეჭირა ხოლმე ჰორეკა სექტორს დაახლოებით 13-16%, დღეს ჩამოსულია 9%-ზე. თებერვლის ბოლო რამდენიმე დღე იყო აქტიური და ჰორეკა ძალიან ისე ემზადებოდა, იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად გვაქვს ხოლმე კომპანიებთან კომუნიკაცია, მოლოდინები გვაქვს რაღაც ხადროდიდან იწყებენ ვაკანსიების გამოცხადებას, თუმცა მარტიდან შეწყვიტეს ყველანაირი ახალი ვაკანსიის გამოცხადება იმ საომარი მდგომარეობის გამო, რაც მსოფლიოში არის. წელი არ დაიწყო ცუდად შრომის ბაზრის კუთხით, მაგრამ ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ ეს ორი შოკი, ხო, შიდა გარე. ერთი შოკი ეს არის, ფასები ისევ ძალიან სწრაფად იზრდება, ინფლაციური წნეხი შიდა უკვე მაღალი იყო, ეხლა ამას დაემატა გარე წნეხი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასების სწრაფი ზრდა, რაც შეამცირებს მოთხოვნას და შეიძლება უარყოფითად აისახოს უშუალოდ უკვე შრომის ბაზრის მონაცემებზე. იმის გათვალისწინებით, რომ ხარჯების ნაწილში ყველაზე დიდი ტვირთი ეხლა დააწვევათ ბიზნესებს ხარჯებზე დაკავშირებულზე, წარმოებასთან დაკავშირებულზე, ტრანსპორტის ხარჯები და სხვა ხარჯები, მათ ექნებათ ნაკლები რესურსი, ხელფასების ზრდა შესთავაზონ თანამშრომლებს. რაც შეეხება კანონს, რომელიც ძალაში 1 მარტიდან შევიდა და ქვეყანაში უცხოელების დასაქმების წესები შეცვალა, ექსპერტები ამბობენ, რომ ახალი რეგულაციის ამოქმედებიდან მცირე დროა გასული და ჯერ მას შრომის ბაზარზე გავლენა არ ჰქონია. შესაბამისად, ის პროგნოზები, რომ გარკვეულ სფეროებში საკადრო დეფიციტი შეიქმნებოდა, დასაქმების პორტალების ინფორმაციით ჯერ ბაზარზე ეს ტენდენცია არ იკვეთება, ვინაიდან ახალი ვაკანსიები არ გამოჩენილა, თუმცა სექტორის წარმომადგენლები ელიან, რომ ახალი რეგულაცია რამდენიმე სექტორში გამოწვევებს გარკვეული პერიოდის შემდეგ ნამდვილად შექმნის. როგორც იცით, ახალი რეგულაციის მიხედვით საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არ მქონე უცხოელები შესაბამისი ნებართვის გარეშე ვეღარ საქმდებიან, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც რიგ შემთხვევებში უცხოელს შესაძლოა უფლება მიეცეს პროფესიული საქმიანობა ბინადრობისა და შრომითი საქმიანობის ნებართვების გარეშე განახორციელოს. ეს შესაძლებლობა მხოლოდ ისეთ შემთხვევებზე გავრცელდება, როცა შრომითი საქმიანობა დაკავშირებულია კონკრეტულ პროექტთან და ადგილობრივ ბაზარზე ხანგრძლივ დამკვიდრებას არ იწვევს. გაჟღერდა უკვე კონკრეტული მექანიზმიც, ეს არის ეგრეთ წოდებული თეთრი სია,
ანუ იმ პროფესიების სიას მოამზადებს ბიზნესის სახელით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, სადაც აღნიშნული კანონმდებლობა ყველაზე მეტ პრობლემას უქმნის დამსაქმებელს. როგორც ჩანს, ასეთი პროფესიები არსებობს და როგორც ჩანს, ეს გამოწვევა იქნება გადასაჭრელი. ეჭვი მაქვს, რომ პირველ რიგში ეს იქნება სფეროები, როგორიც არის მშენებლობა, სფეროები, როგორიც არის საინფორმაციო ტექნოლოგიები, ანუ სხვილი სფეროები საქართველოს ეკონომიკაში, სადაც წილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების იყო საკმაოდ მაღალი და ზოგ შემთხვევაში კონკრეტული ბიზნესების ბიზნეს მოდელი იყო აწყობილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებაზე. პრინციპში რამოდენიმე სფერო არის, სადაც ყველაზე მეტად საქმდებოდნენ თქვათ უცხოელები, მე საუბრობ უფრო ასე თქვათ დენად პოზიციებზე, დამწყებ პოზიციებზე, მოდი ესე ვთქვათ, როგორც არის თქვათ ძღოლი, კურიერი და დამლაგებელი პირობითად ან თქვათ ჰორეკა სექტორში რაიმე დამწყებ პოზიციებზე კადრების კუთხით, დღესდღეობით ვაკანსიები ესე დამატებით არ ცხადდება. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ჰორეკა სექტორზე იმდივარ ცხადდება, რომ ამ საომარი მდგომარეობის გამო კომპანიები თავს იკავებენ, ამიტომ ჯერჯერობით არ ჩანს ეს თქვათ რაღაც მკვეთრი ზრდა ვაკანსიების. რაც შეეხება თვითონ თქვათ ტაქსოპარკები და საკურიერო კომპანიები, აქამდეაც აცხადებდნენ ხოლმე ვაკანსიებს მუდმივად ედოთ, დღესაც აქვთ, თუმცა რაოდენობა არ გაზრდილა. აქვე შრომის ბაზართან დაკავშირებით გეტყვით იმასაც, რომ PMC კვლევითი ცენტრის ბოლო მონაცემებით ქვეყანაში ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა 1 მილიონ ადამიანს აჭარბებს. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.